შედგება თუ არა კიდევ ერთი დიდი ოპოზიციური ერთობა ამ დრომდე უცნობია. პოლიტიკური ლიდერები უკვე საუბრობენ, რომ ისინი ეგრეთ წოდებული თანხმობის დოკუმენტზე მუშაობენ. ცნობილია, რომ კომუნიკაცია 8 ოპოზიციურ პარტიას შორის არსებობს. იქნება თუ არა ოპოზიციის გამაერთიანებელი ისევ სალომე ზურაბიშვილი და რითი დასრულდება ერთობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი ჯერ გაურკვეველია. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ კონკრეტულ ქმედებებსა და გეგმებზე მსჯელობენ. მართლ გუნდში კი ოპონენტების განცხადებებს არასერიოზულად აღფასებენ. დემოკრატიული ოპოზიცია არის ერთიანი ორ მთავარ მოთხოვნაში. პირველი პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რეპრესიებისა და ტერორის შეწყვეტა და ახალი თავისუფალი სამართლიანი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს რუსული რეჟიმის გარეშე. ცხადია, აი ამ მიზნის მიღწევას სჭირდება ერთიანობა, მოქმედებების საერთო გეგმა და ჩვენ საუბრობთ საერთო გეგმაზე. ვინაიდან უკვე ვართ ერთიანები, უბრალოდ საჭიროა ნაბიჯის გადადგმა ამ მიზნის მისაღწევად. ეს არიან ის ძალები, რომლებიც პირდაპირ ასრულებენ დაკვეთებს უცხოეთიდან და რაც შეეხება მათ ეგრეთ წოდებულ გაერთიანებებს, თვითონაც აღარ ჯერათ. ვხედავთ, თვითონ ჯაფარიძეც აღიარებს, რომ ნდობა არ არის და სადაც ნდობა არ არის და რაც ყველაზე მთავარია, მიზანი არ არის ეროვნული. რა თქმა უნდა, იქ არაფერი არასდროს არ გამოვა. სალომე ზურაბიშვილი ეს არის განსახიერება ანტიქართული, განსახიერება უცხოური ძალების წარმომადგენლობის და თუ ამას დაიყენებენ ისევ სათავეში, მე მხოლოდ თანახმავ იქნება. 8-იანი იქნება, 7-იანი იქნება თუ რა ციფრიც არ უნდა დაიწეროს, 0, რაზეც არ უნდა გაამრავლო, იქნება ყოველთვის 0. საზოგადოება დაახლოებით 13 წელია ისმენს ერთი და იგივე ზღაპრებს, აი რაღაც ეფემერულ ოპოზიციურ ერთობებთან დაკავშირებით, ამიტომ მე დიდ ყურადღებას ამ ზღაპრებს არ მივაქცევდი ყურადღებას. ამდენი წელია ერთი და იგივეზე საუბრობენ, უნდა გავერთიანდეთ თუ ასე შემდგომ, ნდობა უნდა მოვიპოვოთ ერთმანეთზე ასე შემდგომ. თავარი რაც ყოველთვის ამათ ავიწყდებათ არის ის, რომ უნდა იმუშაონ არა იმაზე თუ ერთმანეთს რაც დაუმტკიცებენ და ერთმანეთს რასში დაეხმარებიან, არამედ საზოგადოების ნდობაზე. ეს პროცესი ძალიან კარგად აჩვენებს, რომ რა კონფიგურაციაში არ უნდა გადაეწყონ, რა ფერი თუ რა სახელიც არ უნდა დაირქვან, ვერ ჩამოირეცხავენ იმ ძალიან ძიმე წარსულს, რაც აქვთ მათ საკუთარ ხელზე.